მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის ლილი ხურითის და გივი ჩუგუაშვილის მონაწილეობით. პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი თამას კანდელაკი, პროდიუსერები ყობა ცხაკაია და დავით საყვარელიძე, რედაქტორი ნათია ხოშტარია, მუსიკალური განფორმებელი ზურაბ კანდელაკი, რეჟისორის ასისტენტები გვანცა ფიფია და თამას კანდელაკი. ქალბატონებო და ბატონებო, რასაც ნახავთ, ნურაფერი გაგაგუებთ, ნურაფერი. ახლავე ყველაფერს აგიხსნით. მოსასმენი თამაშის, გერმანულად ხორხშპილის, ანუ რადიო პიესის გამომსახველობითი საშუალებები ავტორს ანიჭებს სრულ თავისუფლებას. ის არ არის შეზღუდული დროთი და სივრცით. შეუძლია გამოიყენოს ყველა ლიტერატურული ხერხი. იქნება ეს ცნობიერების ნაკადი თუ მასალის ორგანიზების ასოციაციური მეთოდი. ასე რომ თუ ჩვენ მივყვებით ასოციაციების ჯაჭვს, შესაძლებელია რომ ამან წარსული სურათები გააცოცხლოს. ყველაფერი თქვენ ფანტაზიაზე იქნება დამოკიდებული. შემოქმედებით ფანტაზიაზე. ეს სამყარო დიდი სახლი, სადაც ცხოვრობენ, სადაც ოცნებობენ და სადაც წარსულში ბრუნდები. ზოგიერთი სიზმარე მოგონებას გავს, ზოგიერთი მოგონება კი სიზმარევით. სად მთავრდება სიზმარი და სად იწყება მოგონება? იქნებ სიზმარი დავიწყებული წარსულია, სიზმარი თუ დავიწყებული მოგონება. ან იქნებ ყველაფერი სიზმარში ნანახი სიზმარია. ჰო, დიახ, სიზმარში ნანახი სიზმარი. დამესიზმრა რომ საკუთარი სახელი დამავიწყდა. ვერაფრით ვერ გავიხსენე. ვერც ის სიმღერა გავიხსენე, ბავშვობიდან თან შეზრდილი სიმღერა. ვერ გავიხსენე. ეს იყო ზღვასთან. ზღვისპირა ქალაქს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ზღვის ხმაც კი არ ისმოდა. მაგრამ რატომღაც ყველაფერი მოძრაობდა. იღებოდა და იკეტებოდა რკინის კარი, ინთებოდა და ქრებოდა შუქნიშანი, სარეკლამო აბრაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა რეკლამა და ეშნებიანი იეტლი. კატაფალკის მსგავსი. დამწუხრებული ხალხი ცეკვით მიყვებოდა ეტლს. ჩემს დანახვაზე შეჩერდნენ და გაოგნებულები მომაჩერდნენ. საოცარი სიჩუმე. ხმის ამოხება მინდოდა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი. მერე საიდანღაც გაჩნდა პატეფონი. დედამ სახელური დაატრიალა, ფირფიტა დადო და შვებით ამოვისუნთქე, გამახსენდა ჩემი სახელიც და ბავშვობიდან თან შეზრდილი სიმღერაც. ჩემო ციცინათელა, რად მიფრენელა, შენმა
შორით ნათება დამწვა და დამანელა დედა სანამ პატეფონზე ფირფიტას არ დადებდა საჭმელს პირს არ ვაკარებდი ერთ მშვენიერ დღეს კი პატეფონი გაქრა ვის სჭირდება უსარგებლო ნივთიო ანათებდა კარგი მაგრამ მე რას მარგი ჩემი იყო ის მინდა შენ კი სხვისკენ გარბი ჩემი იყო ის მინდა უსარგებლო ნივთი ეს იყო ზღვასთან სადაც ტალღა ფირუზისფერი და იშვიათად დადის ეშნებიანი ის არ ახსის ხამს ხელი უკან კალებს ეს იყო ზღვასთან სადაც ტალღა ფირუზისფერი იქ დედოფალი კოშკში შოპენს უკრავდა სწრაფი და მუსიკის ჰანგზე გაუმიჯნურდა პაჟი და მუსიკის ჰანგზე გაუმიჯნურდა პაჟი ეს იყო ზღვასთან სადაც ტალღა ფირუზისფერი გამჭვირვალეა ზღვა და სონატაა პაჟის მისტერ მაკგრეგორ ეს იყო ზღვასთან ამ ბოლო დროს სულ მისტერ მაკგრეგორს ელაპარაკება მისტერ მაკგრეგორ თქვენი გული მთებშია ჩემი გული კი ზღვას ეკუთვნის ბატონებო შეჩერდით რას ჩადიღართ ვინ ბრძანდებით ჩვენ სპექტაკლში არ გაქონდათ ავეჯი თუმცა არა გამახსენდა ასე იწყებოდა ფილმი დაცარიელებული ოთახები ჩამოტყავებული კედლები აქა-იქ მიყრილი ტანსაცმელი და ხელოვნება მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც ის იწვევს გულის ცგერას. რა ბრძანეთ? ვერ გავიგონე. თითქოს ხელოვნება ახსენეთ, არა? არ იქნებ მომესმა, როდესაც ის იწვევს გულის ცგერას. დიახ, როდესაც ის იწვევს გულის ცგერას. მე ოდესღაც ვიყავი ვიოლეტა თუ მარგარიტა როდესაც ვკოდებოდი მთელი დარბაზი ქვითინებდა მაგრამ ჩვენი სპექტაკლი ასე ნამდვილად არ იწყებოდა ბატონებო შეჩერდით რას აკეთებთ
სად მიგაქვთ ჩემი ნივთები? ჩემი სამაჯური მაინც დამიბრუნეთ. ხომ გითხარით, ჩემი სპექტაკლი ასე არ იწყებოდა. შეჩერდით ბატონებო, მომეცით. არ გაგატან. ნუ თუ ეს ქალი მიყვარდა ოდესღაც. ნუ თუ ამ კაცზე გიждდებოდნენ ქალები. ღმერთო რა სულელები ვიყავით. ლოთი, გამოუსწორებელი. შემომხედე. ასე მიხდება? ბრავო, გიყურებდი ჩემო ძვირფასო მარგარიტა, შენ ისევ ძველებურად მომხიბლავი ხარ. Livia, amore prai corriche, iurasi epia bra. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მარგარიტა. ნუ სვამამდენს. ხომ არ დაგავიწყდა რომ მხოლოდ საღამომდე გვაქვს დრო. რომ არ დამვიწყებია, იმიტომაც ვსვამ. თუ ისინი ვერ დავაჭერეთ, იცი ალბათ რაც მოგველის. ვიცი. მაშინ ჩვენი იმედები ფაფუ. თავარია არ შეგვეშინდეს. გეხვეწები, მეტი არ დალიო. რა მნიშვნელობა აქვს, დავლებ თუ არ დავლებ? არც ვიოლეტა და არც მარგარიტა არავის სჭირდება. კარგი, როდამდე უნდა ველოდოთ? უნდა ველოდოთ. სულ ველოდებით ვიღაცას, ველოდებით რაღაცას. ხომ არ შეიძლება ეს მუდმივი ლოდინი? ასე არ არის, მისტერ მაგრეგორ? შეიძლება მხოლოდ სიკვდილის ლოდინი. ვინ არის ეს მისტერ მაგრეგორი? ვინ არის? ეხლავე. მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის. მოქმედი პირნი ქალბატონი სალომე და ბატონი გიორგი. ნახე, ქალბატონი სალომე და ბატონი გიორგიო. რაო? დევნილი მსახიობებიო? ალბათ ჩვენ ვიგულისხმებით, არა? დევნილ მსახიობებში. სახელები უნდა შევაცვლევინოთ. აუცილებლად. ვახო შოუს წამყვანი. კაცი, რომელიც ძაღლს დაეცებს. მისტერ მაგრეგორი, უილიამ საროენის პიესიდან. ეხლა ხო? მიხვდი ვინ არის მისტერ მაგრეგორი? ჯინჯერი და ფრედი. ფელინის ფილმიდან. ანუ ქალბატონი სალომე და ბატონი გიორგი. რაო? და კიდევ კასტინგის მონაწილეებისათვის აუცილებელია ცეკვის და ვოკალური შესაძლებლობების დემონსტრირება, ესე იგი ჩვენ? ესენი სულ გაგიჩნდა? რაც უდგეხარ, ეხლა მოდი მომეხმარე. ღმერთო ჩემო. რა? ოდრი ჰებერნი? ოდრი. პრინცესა ანა. პრინცესა ანა? ნეა. ნატაშა როსტოვა. ნატაშა როსტოვა. ბატონო, ეს არის ჩვენი მიზანია სოციალურად დაუცველი ადამიანები ჩავაბათ საარჩევნო მარათონში. რა არის ეს? ფურცლები დანომრილი არა? ჩარლი ჩაპლინი. ჩარლი, ჩემი საყვარელი ჩარლი. მაჩვენე, ჩარლი. ლაჩვინაჩ დონაშვინუ, გრიჩატო ნაცენე, რაკის პაკილეტო, სტელტურა პილასპა. ეთქობა ესენი ყველა კასტინგის მონაწილეებია. როგორ ფიქრობ, ცეკვას შევძლებთ, ვარს ალბათ კი, მაგრამ აქ წერია ჯინჯერი და ფრედი, ანუ მე და შენ. არავით არის ვალსი. ჯინჯერი და ფრედი ცეკვავენ ჩიჩოთკას. გამარჯოს ფრედ ასტერს. მოიცა კიდევ ფეხმოტეხილი ცხენების წერია? ღმერთო, შენ შეეწიე. ფეხმოტეხილ ცხენებს დაიცავი ისინი. ცხენები რა შუაშია ცხენები?
ცხენები. რა კარგი დრო იყო მაშინ. გამახსენდა ცხენი მთელ სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ. არა, მაგ ცხენს არ გულისხმობ. აბა რომელს? აი იმას. ამაყად რომ ჭიხვინებდა ჩემი პოლკოვნიკის დანახვაზე. პოლკოვნიკის? დიახ, პოლკოვნიკის, როდესაც ის ახალგაზრდა იყო. ნამდვილად ასესერია? დიახ, ჩახედე? გაგახსენდა? ის მაშინ მხოლოდ როტმისტრი იყო. ჩემო ძვირფასებო ამბობდი მე. არა, ასე არა, უფრო ხმამაღლა და მაღალ ფარდოვნად. უფრო ხმამაღლა? ძვირფასებო ამბობდი შენ დიახ? დიახ, აი ასე ჩემო ძვირფასებო. ჩემო ბატონებო. ჩემო ძვირფასებო. ჩემო ძვირფასებო. დიახ, ისეს ვიღერებდი? ასე არა, აი ისეს ვიღერებდი? დიახ, აი ასე. საფერს ოდნავ მაღლა წერდი? აი ასე ჭიხვინებდი? ცხენივით დგებოდი? ისე თითქოს ეს არის ადგილს უნდა მოსწყდესო. ჩემო ძვირფასებო. მე მინდა მოგიწყროთ ჩემი ამბავი. ჭიხვინი. მე კი ამ დროს ჩემს პირველ მეჯლისზე ვიყავი და მოუთმენლად ველოდი იმის მოსვლა. ვის მოსვლას? ნუ ფანტაზიორობ. რა კარგი ეს არის? რა მოხდა? გონი გვეშველა. ვითვალისწინებთ რა თქვენს ასაკს მეცა ჩიჩოტკის ნაცვლად გთავაზობთ. რას? რიორიტა. ღმერთო ჩემო. რა მოხდა? ნუ თუ არ გახსოვს. რა? რიორიტა. კარგი რა. რა რიორიტა ვარაბამბამბამბამბა რიორიტა არა მე სხვა რამეს გიკითხები ჩვენი თეატრი სანაპირო არაფერი მესმის სანაპიროზე ყოველ საღამოს უკრავდნენ რიორიტას თითქოს რეპეტიციის დაწყებას ელოდებოდნენ. ვიწყებდით და იწყებოდა. ტონის მიმცემი ნავმის ადგომთან მდგარი კატარღა იყო ის იწყებდა. შემდეგ კი ირგვლივ მდებარე რესტორნების მუსიკოსები ვთავაზობდნენ საკუთარ ინტერპრეტაციას. რეპეტიციას ვეღარ გავდიოდით. ხელი გვეშლებოდა. აბა წარმოიდგინეთ. ქალი კამელიებით რიორიტას ფონზე როგორია ვნერვიულობდით პანჯრებს ვხურავდით მერე ისე გაგვიშინაურდა ისე მივეჩვიეთ რომ როცა ერთ მშვენიერ დღეს არ ვიცი იქნებ სულაც ჩვენი პროტესტის შედეგად შეწყდა ამ ფოქსტროტის ტრიუმფალური სვლა აღარ ვიცოდით რა გვექნა არაფერი გამოგვდიოდა. მე ვიჩექი და იმის მაგივრად რომ როლზე მეფიქრა. ვხიხინებდი. და უეცრად ახლაც ვერ წარმომიდგენია რა ძალა მიბიძგა. წამოხდი და მთელი ხმით ავმღერდი. დანარჩენებით თითქოს ავასელოდნენ, წავოიშავდნენ და ამხდნენ. რეპეტიცია! რის რეპეტიცია? დელიღალებ ცეკოდით!
რა თქმა უნდა, იყო კონიაკი, შამპანური და სხვა ყველაფერი. არ მახსოვს, იმ საღამოს იქ იყავი თუ არა? იქ ვიყავი. მაგრამ შენ მაშინ ყურადღებას არ მაგცევდი. ჩვენი თეატრი. თეთრი თეატრი. ჩვენი თეთრი ქალაქი და მწვანე პალმა. იყო და არა იყო. და როგორც ყოველთვის რჩება მხოლოდ მოგონებები. სიუჟეტი პატარა მოთხრობისთვის. ზღვისპირას ცხოვრობს გოგონა. უყვარს სხვა. თავისუფალია როგორც თოლია. შემდეგ. მე თოლია ვარ. თოლია. შემდეგ. მე შენ ერთ დროს მიყვარდი. მე თოლია ვარ. არა. მე მსახიობი ვარ. სად იყავი ამდენ ხანს? სად? დიდხანს გელოდი. მერე ვიფიქრე რომ არ მეგონა თუ კიდევ გნახავდი. ზღვა. წყნარი. ბროლივით გამჭვირვალე. ფეხდაუკარებელი თოვლივით სუფთა. შენ ისეთი ხარ. სულ არ შეცვლა. მე თოლია ვარ. გზაბნეული თოლია. თომდნოენდობი მართად სიმართლეს ენდეძას ჩემი სიყვარულისა. ნეტა ვის გავახსენდი? ალბათ შენს თხოვე. ამდენი წელი გავიდა. მე შენ სულ მახსოვდი. ერთხელ მაინც რატომ არ მინახულე? მე არ ვიცოდი რომ შენ რამე? თქვი, ნუ გერიდება რამე? რომ შენ გეფიცები ნამდვილად არ ვიცოდი. რატომ იტყუები? რატომ ზღაპარიყო, ჩიტი ხეზე მომკვდარიყო. მე თოლია კი არა. აცახცახებული, გზაბნეული ბეღურა ვარ შენს ოთახში შემოფრენილი. გახსოვს ერთხელ ასე რომ მითხარი? ჰო, გზაბნეული ბეღურასავით ცახცახებო. ასე იყო? ხო, და კიდევ იმათან ვერას გახდები მეთქი. ვერაფერს გააგებინებ. დაბადებიდან უტიფრებს და უტიფრებადვე აღზრდილებს. ვერც გავაგებინე. წადი მონასტერში, ოფელი. ისინი სულ დამცინოდნენ. სარა ბერნარს მეძახდნენ. ერთხელ წამომწდა რომ ჰამლეტის თამაში მინდოდა. სარა ბერნარივით. შენ ხომ არ დამცინებ? მე შენ ერთ დროს მიყვარდი. მე მჯეროდა თქვენი სიყვარულის. მე მაშინ მთელი დღე გელოდი. 10 წელი გავიდა.
უფრო მეტი. მთელი ცხოვრება. რატომ არ მოხვედი? რატომ? რატომ? ზღაპარიყო ჩიტი ხეზე მომკვდარიყო. მეგობრად ხომ ჩიტია. მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდან ღმერთს. მეგობრად ჩიტია. ჩიტი კი ცაში უნდა ნავარდობდეს. შენ ისევ ისეთი ხარ. სულ არ შეცვლილ. სიყვარული მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს. მე თოლია ვარ, გზაბნეული თოლია, შენს ოთახში შემთხვევით შემოფრენილი თოლია. ზოგჯერ სიზმარი ცხადზე უფრო ცხადია. ნეტა სიკვდილის შემდეგ თუ ნახავთ სიზმრებს. მე ზღვა და მე სიზმრება. ჩემი ზღვა და ჩემი ქალაქი. თეთრი, ქათქათა ქალაქი და მწვანე პალმა. ვეებერთელა ევკალიპტები. ზღვაში შეჭრილი რესტორანი. თეთრი სასტუმრო და თეთრი თეატრი. ჩემი თეატრი. და კიდევ გემი და იმ გემის კაპიტანი. და ეს ხომ შენ მოიგონე, არავითარი კაპიტანი იქ არ არსებობდა. არსებობდა. მთელი ქალაქი ელოდა მისი გემის შემოსვლას. იცი, მე მინდოდა იქ შენი ნახვა, მაგრამ თეთრი გემი. ყველაზე დიდი. ყველაზე ლამაზი. ვერც ერთ კაპიტანს ლოცმანის გარეშე ვერ შემოჰყავდა პორტში გემი. უფრო პატარა გემებიც. ის კი მთელი სვლით შემოდიოდა. ხალხი პორტისკენ გარბოდა. საოცარი სანახაობა იყო. საოცარი. ყოველგვარი მანევრის გარეშე აშეშებდა გემს ნაპირთან. საღამოს კი გემზე მიღებას აწყობდა და მთელს თეატრს პატიჟებდა. და როცა ყველა მიდიოდა, მე მისთვის მღეროდი. მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდან ღმერთს. ეს მისი საყვარელი სიმღერა იყო. მერე გააქრეს. ბევრს შურდა მისი. ჯაშუში იყო. ფაშისტებთან ჰქონდა ომამდე კავშირიო. კანალისთანაც ჰქონდა ურთიერთობა და გებელსთანაც არც მეტი, არც ნაკლები. ღმერთო, ყველა საქმე ამ წუთის სოფლის როგორ ფუჭია, უნაყოფო დაობებული. შიშისგან თმა გადავიპარსე. გარეგნობა გამოვიცვალე. მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინც ყოველ შუაღამეს უჩუმრად გავდიოდი ნავსადგურში და ველოდი. ჩემს თეთრ გემს ველოდი. ამაოდ ველოდი. ახლაც მაშინაც ამაოდ
იდგა და გასცქეროდა ჩაშავებულ ზღვას. მშვენიერი კადრია გაქვავებული ქალი, მშვენიერი. აბა კიდევ ერთხელ გაიმეორე, ძალიან გთხოვ გაიმეორე. თავი დამანებე. შენ რა გინდა რომ მოგონებებში ჩამახჩო? მე კი მინდა რომ ზღვაში დავიხრჩო თავი. ჩემს ზღვაში. კარგი. ფილმს რომ ვიღებდე, ამ როლს აუცილებლად შენ გათამაშებდი. თუმცა ახლა ამის დრო არ არის. არავით არის გემის კაპიტანი, არავით არის თავის დაგრჯობა. მართალია ჩვენ უნდა მივყვეთ ასოციაციებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მეთოდი არ გამოგვადგება. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კასტინგის პირობებს, ეს happy end-ი, ეს იყო ზღვასთან, იყო და არა იყო რა, ძალიან გავერთე და სულ დაგვავიწყდა მარგარიტა და რიჩარდის ცხენი მთელ სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ. შეუდარებელი რიჩარდი ვიყო. შეუდარებელი. ო, დავისებურად შეუდარებელი. არმან ყოველდღეველი წერილს თქვენგან, მაგრამ ის არ არის და არც არასდროს იქნება. საშინელი ამინდია შეუჩერებლად თოვს. სამი დღის განმავლობაში ისეთი ციებ-ცხელება მქონდა, ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შევძელი. არმან ყოველდღეველი წერილს თქვენგან, მაგრამ ის არ არის და არც არასდროს იქნება. გონი დავინახე. რა, მოჩვენება? არა, არავით არის მოჩვენება. მე დავინახე ჩემი ჭრდილი, მაგრამ ისე შემეშინდა, ასე ვერანაირი მოჩვენება ვერ შემაშინებდა. ო, ეს მოჩვენებები. ნუ დამძინი. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენ მსახიობები ყველაზე მამაცი ხალხი ვართ. მე ვუპასუხე, როგორი მამაცები ვართ, როდესაც საკუთარი ჭრდილისაც კი გვეშინია. მეთქი. ვიცი, და სწორედ ამიტომაც ვარ აღფრთოვანებული თქვენი სიმამაცითო. ის ყოველთვის ღამით მოდის. ვინის? მისი უდიდებულესობა შიში. ისინი ჩვენს სასაყვანად ღამით მოვლენ? არა, ნუ ფიქრობ ამაზე. შეიძლება არც კი მოვიდნენ. გესმის? რა? ნუ თუ არაფერი გესმის. არა? როგორ არ გესმის? არ მესმის, ხომ გითხარი? არ მესმის. მე კი მესმის ზღვის ხმა. ჩემი ზღვის ხმა.
იცი რა მენატრება ყველაზე მეტად. ზღვისა და ყავის ერთმანეთში შერეული სურნელი. დაბრუნდებით, კიოდესმე. დაბრუნდებით, არ დაბრუნდებით. დაბრუნდებით, არ დაბრუნდებით. ამ სამყაროში რაღაც ვერ არის წესრიგში. ამას პატარა ჯონი ამბობდა. მაკრეგორი კი შეუდარებელი დიმიტრიჩი იყო. ჩემი გული მთებშია, შოტლანდის მთებში. ჩემი გული კი ზღვაშია, მისტერ მაკრეგორი. ახლა მაინც თუ გესმის. როგორ არ გესმის ზღვის ხმა? ასია ყოველთვის. მე მესმის, შენ კი არა. შენ ყოველთვის განსხვავებული ხედვა გქონდა. დიახ, მქონდა. და ახლაც მაქვს, უნდა აღდგეს წესრიგი. რომელი წესრიგი, როცა არავინ არავის არ მოკლავს, არ აფეთქებს, არ განდევნის საკუთარი სახლიდან. მერთან ნეტავ როდის მორჩება ეს ყველაფერი? დღესვე თუ არ მოვეწონებით. სახლში როდის დავბრუნდებით? ჩვენ სახლებში სხვები ცხოვრობენ, სხვები. იცი ახლა რა გამახსენდა? ოღონდ ვერ ვიხსენებ, რომელ სპექტაკლში იყო. დაჭრილი მხეცივით რომ ბღაოდი და კინაღამ მართლა დამახრჩი. მე გამახსენდა, მგონი ეს იმ შოუში იყო ჯინჯერი და ფრედი რომ ცეკვავდნენ. მე მაშინ მარჩელას მოვეწონე და ამან გაგაგიჟა. გიმეორებ შენ ფანტაზიას, საზღვარი არა. შენ მაშინ გამაძღარი კახპა მიწოდე. მოიცა როგორ? გამაძღარი კახპა? დიახ. მშვენიერი შეტარება. გამაძღარი კახპა, მოიცა ერთი წუთით. მაძღარი ძუკნა უკეთიც ხომ არ არის, რა სიტყვი? რა? ეს ტექსტიც ჩვენი პიესიდან, ალბათ. ჩვენ ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ველოდოთ. თუ კარგად შევალთ როლში, ამან არ უნდა შევაშინოს. იმპროვიზაციით მხოლოდ მოვიგებთ. იმპროვიზაცია კარგია, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე, რას ვთამაშობთ, როგორ ხასიათს და განსაკუთრებით კი მაინტერესებს, როგორ თავდება ეს პიესა. მეც მაინტერესებს, მოვა თუ არა მაკგრეგორი. მოიცა მგონი რაღაც ახალი ვნახე. მაჩვენე? უცნაურია. თქვენ უნდა წარმოადგინოთ სპექტაკლი ორი მსახიობისთვის, რომელსაც კასტინგის ჟიურის დაჟინებული მოთხოვნით დავარქვით მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის. მოიცა შემდეგ რაღაც წერია ვერ ვარჩევ. ეს გასაგებია. ყური დამიგდე. სალომე იღებს ნიჟარას და ყურთან მიაქვს. ვიღებ ნიჟარას და ყურთან მიაქვს. ნიჟარა საოცარ ხმებს გამოსცემს და მახსენდება ევკალიპტების კორომი, თოლიები, ვებერთელა მეტუზები, მანდარინების ბაღი, მამა. მამა არ წამოყვა. არ დატოვა საკუთარი სახლი. მე არავინ არ მერჩის. მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებიაო. ისინი ღამით მოადგნენ ჩვენ სახლს. მამა ეზოში გამოიყვანეს. ჩემგან რა გინდათო? მე ხომ
ისინი მთვრალები იყვნენ. სისხლით მთვრალები. არაფერი აღარ ათქმევინეს და ავტომატის ჯერი მიუშვეს. მე მხოლოდ ერთი რამე მსურს. მინდა დავბრუნდე ჩემს სახლში. მინდა დავბრუნდე. მე შენ ერთ დროს მიყვარდი. მე მჯეროდა თქვენი სიყვარულის. შენ საუკეთესო მარგარიტა იყავ. შენ კი საუკეთესო რიჩარდი. ნეტა რატომა რომ ხანდახან ყველა დეტალი, ყველა სიტუაცია ცხოვრებისეულია. ყველაფერი იმდენად ახლოა სიმართლესთან, რომ თამაშიც ძალიან იოლია. აკი ყველაფერი აბურდულია. ხო, ეს იმიტომ, რომ იმათთვისაც იყოს გასაგები. ვისთვის? იმათთვის, ვის ხელშიც ჩვენი ბედი. დავარია შესაფერისი ფინალი. ჰეპი ენდი, როგორც მიღებულია და რასაც გთხოვენ. ჰეპი ენდი? საშინელი ამინდია. შეუჩერებლად თოს. 3 დღის განმავლობაში ისეთი ციებ-ცხელება მქონდა, ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შევძელი არმან. ყოველდღეველი წერილს თქვენგან, მაგრამ ის არ არის და არც არასდროს იქნება. კარგია, მაგრამ ჰეპი ენდი. ესე იგი ჩვენ მაინც უნდა ვითამაშოთ? ხო. ჩვენს გემოზე? ისე როგორც ვხედავთ, ისე როგორც გვესმის. რომ ცივა? მეც მციოდა, მაგრამ როგორც კი შევედი როლში და წარმოვიდგინე, რომ ცხელა, მაშინ ვგავთბი. რომ ბნელა? წარმოვიდგინე, რომ გაჩახჭახებულ დარბაზში თამაშობ. მაშ ვთამაშობთ? ღმერთო, შეეწიე ფეხმოთეხით ცხენებს და პატრონ დაკარგულ ძაღლებს. თავარი დასაწყისია, არ შეგეშინდეს. ხმამ ახლა და ტემპში. აი ეს იყო ზღვასთან, სადაც ტალღა ფირუზისფერი და იშვიათად დადის სეშნებიანი ეტლი. იქ დედოფალი კოშკში შოპენს უკრავდა მსრაფი. და მუსიკის ჰანგზე გაუმიჯნურდა პაჟი. მისტერ მაკგრეგორ, ეს იყო ზღვასთან. მისტერ მაკგრეგორ, თქვენი გული მთებშია, ჩემი გული კი ზღვაშია ჩაყარგული. დაცარიელებული ოთახები, ჩამოტყავებული კედლები, აქა-იქ მიყრილი ტანსაცმელი სამკაული. ოდეს ხაც ვიყავი ვიოლეტა. თუ მარგარიტა. როდესაც ვკოდებოდი, მთელი დარბაზი ქვითინებდა. ლეატრავიადა. ანუ სნედაცებული. საშინელი ამინდია. შეუჩერებლად თოს. 3 დღის განმავლობაში ისეთი ციებ-ცხელება მქონდა, რომ ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შევძელი. არმან ყოველდღეველი წერილს თქვენგან, მაგრამ ის არ არის და არც არასდროს იქნება. შენ ისევ ძველებურად მომხიბლავი ხარ, ძვირფასო მარგარიტა. როგორც ქვეყანა მთელი ხარობს მზის სინათლით, აიცე მე ვხარობ მაგ მშვენებით. ეგ არის ჩემი დღეც და სიცოცხლეც. თქვენ შეუდარებელი რიჩარდი იყავით, მისტერ მაკგრეგორ. და კიდევ ლირი ყველასგან მიტოვებულ. რას ჩააცივდი ამ მაკგრეგორს? ამ სამყაროში რაღაც ვერ არის კარგად. მე ვიყავი ის პატარა ბიჭი, ვინც ამ სიტყვებს ამბობდა. ვერ გავიგე? მესამე კლასში რომ ვიყავი, ჯონი მათამაშეს.
პატარა ჯონი. მისტერ მაკგრეგორ, თქვენი გული მართლა მთებშია? ო, შვილო, მთებშია, შოტლანდიის მთებში. დედა თქვენის გული სადღაა? ისი შოტლანდიის მთებშია. რატომ ტომერს თქვენ გულებს მთებში? ასეთია შვილო ცხოვრება, დღეს ვართ, ხვალ კი აღარ. ასეთია ცხოვრება. ექიმი წერის უფლებას არ მაძლევს. მოგონებები ცუდად მოქმედებს ჩემზე. შენ ხომ არასოდეს გითამაშია, მარგარიტა? არც შენ, რიჩარდი. შენ მხოლოდ ოცნებობდი ამ როლის შესრულებაზე, არა? თუ გაგვიგეს, ხომ იცი რომ კასტინგიდან მოგვს. არაფერი არ აუშავს, სანამ გაგვაგდებენ მოასწრებს სიკვდილის სცენის თამაშს. საინტერესოა, ვის მოუვიდა ჩვენი დაწყვილების აზრი? მე ვფიქრობ, რომ კენჭისხრა მისურვაზე. და ამდენი ხნის განშორების შემდეგ შეგვახვედრა? რომ ცოდნოდა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. არც მე. მოდი რა, დავივიწყოთ ძველი წყენები. იცი, მე ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და იქნებ... რა? ხო. დამიჯერე, მართლა მეც არ მაქვს სხვა გამოსავალი. ვიცი რომ ტკივილი მოგაყენე, მაგრამ თუ შეგიძლია მაპატიე. ჩვენ ხომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით. არ გინდა. შენ ყოველთვის კეთილი იყავით. ეს ყველაფერი წარსულს ჩავარდა. ხო, სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით, მაგრამ ბედმა ისევ შეგვახვედრა. ნუ გეშინი, ყველაფერი კარგად იქნება. მე ხომ ოდესღაც რაღაცას წარმოვადგენდი. ოდესღაც მეც წარმოვადგენდი რაღაცას, მაგრამ შენ ნამდვილი ვარსკვლავი იყავ. ჩემი უბედურება ის იყო, რომ არასდროს ვფიქრობდი მომავალზე. მხოლოდ ერთი დღის სიამოვნებისთვის ვცხოვრობდი. და ყოველთვის გაურბოდი სიმართლეს. იცი, ამ ბოლო ხანს ხშირად ვბრუნდები სახლში. რა? ოცნებაში ვბრუნდები. გამოვდივარ აივანზე. ვიყურები შორს და ვხედავ თეთრ გემს. თეთრი გედივით ყელმოღერებულ გემს და ჩემზე ბედნიერი არავინ აროცა ამ ოცნებას. სიზმარში ვნახულობ. მე შენ ერთ დროს მიყვარდი. მე კი. მეც მიყვარდი. მაგრამ მერე კი მოვიდა კაცი და მხოლოდ გართობის მიზნით მოკლა თოლია. მგონი ასე არა ჩეხოვის პიესაში? ასეა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება happy end. ჯინჯერი და ფრედი? ჯინჯერი და ფრედი ცეკვავენ ჩიჩოდგას. სულ თვალწინ მიდგას ცეკვის დროს დავარდნილი მარჩელოს სახე, მხრებში მოხრილი, ყურებ ჩამოყრილი მარჩელო. ისევ მარჩელო, ახლა მართლა დაგახრჩო. ნუ სვამ ამდენს. ფრედით სვამდა გამოსვლის. ხელოვნება მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს. რა თქვი? როდესაც ის იწევს გულის ძგერას. ასე იყო. ახლა კი? ასე იყო. და ასე იქნება. მთავარია happy end-ი, ხასიათი რომ არ გაუფუჭოთ იმას. ირა, სანამ შევრცხებით, იქნებ დროა რომ აქაურობა დავტოვოთ. არ მინდა რომ დაგვრცინონ. გავიპაროთ? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ, რომ ისევ ცოცხლობთ, რომ ვარსებობთ, რომ ხელოვნება მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც ის იწვევს გულის ძგერას. გამოგვივა? ნაპარა. მაგრამ მე ხომ არასდროს მითამაშია მარგარიტა. სამაგერო წარმოსახვეში გითამაშია, თანაც მრავალჯერ. შენ ასე წარგადგენ, ქალბატონი სალომე იყო მარგარიტა გოტიეს როლის საუკეთესო შემსრულებელი. რა თქმა უნდა, მათ შორის ვისი ნახვის ბედნიერებაც მე მქონდა.
როდესაც ის სცენაზე კვდებოდა, მთელი დარბაზი ქვითინე. არავინ მოიტანს ყვავილებს და არც ჯვარს აღმართავენ ჩემ საფლავზე. ღმერთო, მიიღე ჩემი ტანჯული სული. შენ თუ მოიტან ყვავილებს ჩემ საფლავზე. ჩვენი დევიზი გაიხსენე. ა, შ, ს, თ. არასდროს შევიცოდოთ საკუთარი თავი. ეს იყო ზღვასთან. სადაც ტალღა ფირუზის ფერი და იშვიათად დადის ეშნებიანი ეტლი. ეს იყო ზღვასთან, სადაც ტალღა ფირუზის ფერი. იქ დედოფალი კოშკში შოპენს უკრავდა მსწრაფი და მუსიკის ანგზე გაუმიჯნურდა პაჟი. და მუსიკის ჰანგზე გაუმიჯნურდა პაჟი. მისტერმა გრეგორ, ეს იყო ზღვასთან. ეს იყო ზღვასთან. მისტერმა გრეგორ, თქვენი გული მთებშია. ჩემი გული კი ჩემი გული კი, ჩემი გული კი ზღვაშია ჩაკარგული. Happy ending. Happy ending. Happy ending. Happy ending. Happy ending. Amore! Amore! Prai cuori che Eurasi vepia bra! Priorita! Priorita! Mr. McGregor, თქვენი გული თებშია. ჩემი გული კი. ჩემი გული კი. ჩვენი გული კი ზღვაშია ჩაკარგული. თქვენ მოისმინეთ რადიო სპექტაკლი მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის ლილი ხურითის და გივი ჩუგუაშვილის მონაწილეობით. პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი თამას კანდელაკი. პროდიუსერები ყობა ცხაკაია და დავით საყვარელიძე. რედაქტორი ნათია ხოშტარია. მუსიკალური განფორმებელი ზურაბ კანდელაკი. რეჟისორის ასისტენტები გვანცა ფიფია და თამას კანდელაკი. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი და საქართველოს რადიოს რადიო თეატრი 2025 წელი.